მოგესალმებით, მე ვარ ნათიაშა, ეს არის ჩემი არხი და მომივიდა წერილები, რომ ძალიან მოგვენატრაო შენი ყავაში ჩახედვაო. და კი ბატონო, გავაკეთებ ისევ მსგავს ვიდეოს, ოღონდ გეტყვით რომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაც უნდა გითხრათ თქვენთვის. ასე გამოიწერეთ არხი, გააქტიუროთ ზარეზღილაკი და დავიწყებ წარსულიდან. პირდაპირ ჭიქაში წერია ქვა და ძალიან ბევრი შვიდიანები არის გაფანტული. ჩანს რომ საკმაოდ მძიმე წარსულის ადამიანი ხართ, ძალიან მძიმე მოვლენა გაიარა თქვენს ცხოვრებაში. თითქოს რაღაც 3 ეტაპი გქონდათ, 3 მნიშვნელოვანი ეტაპი წარსულში. ასევე მინდა გითხრათ, რომ არსებობს ადამიანი, რომელთანაც დამთავრებულია ყველანაირი რეალური, ასე ვთქვათ, ურთიერთობა, მაგრამ ეს ადამიანი დღემდე გაკვირდება და დღემდე აინტერესებს თქვენი ცხოვრება და ინტერესდება თქვენი ცხოვრების შესახებ. რა მინდა ახლა ვთქვა, რა ხდება უკვე ახლა და მომავალში. ჩანს რომ აი ამ 3 ეტაპის გავლის შედეგად ხომ ძალიან დიდი ნახტომია თქვენს ცხოვრებაში, კარგისკენ. და მინდა დაგანახოთ, აი ნახეთ როგორი ძალიან დიდი ბაყბაყდებია. ოღონდ ბოროტ ბაყბაყდები არ არის, რაღაცა კეთილი სახე აქვს, ძალიან იღიმის სიცინის და მის ცხვირზე თუ მოშცე ქალია, რომელსაც ბავშვი ყავს ატაცებული. ნახეთ რა საჯარო გაშლა, ავხსნე ამას რამდენაირად. ჯერ ერთმნიშვნელოვნად ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ კი არ გმართავს თქვენი არაცნობიერი და თქვენი ქვეცნობიერი, არამედ თქვენ მართავთ უკვე მას და მის ძალას იყენებთ პოზიტიურად, თქვენთვის პოზიტიურად. ასევე აი ამ 3 ეტაპმა, ცხოვრების 3 ეტაპმა რაღაც ძალიან დიდი ცოდნა და ძალა შეგძინათ. რაც შეეხება ეს ბავშვის ატაცება, რადგან საჯაროა, მე ვიტყვი, რა შეიძლება იყოს რამდენიმე ვარიანტს, თუმცა ეს რო იყოს პირადი, ასე ვთქვათ, ჭიქა, მაშინ მის ენერგიაში შევიდოდი და მხოლოდ ერთ ვარიანტს ვეტყოდი. მაგრამ რახან საჯაროა, ვიტყვი. თქვენ ან ბავშვის სურვილი გაქვთ და იქნება ეს ბავშვი, აიტაცებთ ამ ბავშვს ხელში, ასევე შეიძლება იყოს ძალიან ბევრი სიახლეები, რომელსაც თქვენ შობთ ამ სიახლეებს. ამ პროექტები, ან შენაძენები და ასე შემდეგ, რომელსაც თქვენ ჩადებთ ძალას აბსოლუტურად და ამ ძალას აიტაცებთ გახარებული. ისევ მინდა მივუბრუნდე, რომ ძალიან შორს იყურებით, რაღაცა გეგმას სახავთ, ან ნახე კითხვის ნიშნები ჩანს ამ შორს გახედვის წინ. ან ესეთი მდგომარეობაა, რომ რაღაც გაინტერესებთ, რა იქნება მომავალში, მსგავსი კითხვა. და აი მომავალზე, რასაც ვლაპარაკობ, ვიღაცის, აი ესე ვთქვათ, რუხი კარდინალივით ფეხია. ანუ არ ჩანს, მაგრამ ზეგავლენას ახდენს ამ თქვენს მომავალზე. თქვენ წარსულზე გეხართ, ძალიან მძიმე წარსულზე, როგორც თქვი, მაგრამ ამ სიმძიმე ფრთები შეისხა. და რაღაც თითქოს ანგელოზად გექცათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეთ ამ მძიმე წარსულიდან. რაც შეეხება თქვენს ზოგს, უკან დგას თეთრი ხარი, რაც არის სიწმინდის სიმბოლო და სიძლიერის სიმბოლო. და სამყარო გეუბნებათ, რომ ძალიან გიცავთ, ასე ვთქვათ, თქვენი შინაგანი ძალა და ღვთიური ძალები, თუმცა არის რაღაც პასუხები, რაზე ჯერ არ გაქვთ კითხვები, უბრალოდ რაზე ჯერ არ გაქვთ პასუხები მიღებული. თუმცა გეუბნებათ სამყარო, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე თქვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე თქვენთვის. ნახოთ ახლა კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც დავინახე, აი როგორი უზარმაზარი დათვია თქვენს გულში და თავზეც და ასე ვთქვათ, დრუნჩის წინაც აწერია სამიანები. ეს არის ზუსტად, ხო, აწერია კიდე ზევით, ეს არის ის ძალა, რომელიც ერთი შეხვდით თქოს საერთოდაც არა ჩანს, მაგრამ ეს არის რაღაც ძალიან დიდი ტოტალური ძალა, რომელიც გიცავს თქვენ, გიფარავთ თქვენ და
ეს ძალების ესეთი გამოხატულება ნიშნავს იმას, რომ რაღაცა აი ეს კითხვის ნიშანი რო არის და არიცით რა ხდება, რაღაცა საკმაოდ მნიშვნელოვანთან, რაღაცა საკმაოდ საშიშთან მოგიწევთ შეხვედრა, მაგრამ თქვენ ძალიან ძლიერი ხართ, თქვენ იცით საკუთარ თავის დაცვა და საერთოდაც შეიძლება იქით შეაშინოთ. საერთოდაც ვერ დაინახავს ის, ასე ვთქვათ, თქვენში შიშს. ძალიან დიდი ასრულება გექნებათ, ძალიან უზარმაზარი დიდი ასრულება გექნებათ, რაც ჩაიფიქრეთ. გისურვებთ წარმატებებს და ეხლა შეპირებული, კარგი ამბავი. დღეს და ხვალე, ანუ დღეს საღამოა და ამიტომ ორი დღე. დღეს და ხვალე მე დავაანონსე, რომ მექნება აქციები, ძალიან ხშირად თითქმის ყოველ დღე, სასაჩუქრე აქციები და დღეს და ხვალე, ანუ ვინ შეიძენს 100 ლარიან პაკეტს, იქნება მომსახურებაში ყავის ნალექის განხილვა, ტაროს კონსულტაცია და ესეთი რამ რაც არასოდეს არ მქონია გიპასუხებთ კონკრეტულ პიროვნებასთან, თქვენს და კონკრეტულ პიროვნებასთან, ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ერთმანეთისთვის. ამაზე გაგცემთ პასუხს. იმ შემთხვევაში ცხადია, თუ რაღაც დეტალები იცით, შეგეკითხებით ამ დეტალებს. ესეთი არაფერი, მოკლედ, რო არ იცოდეთ, რო ვერ გაიგოთ და აი ესეთი სასაჩუქრე აქცია მექნება. დღეს და ხვალ. გელოდებით, ჩემი ნომერია 591 233 507.